სასტუმრო რედისონის დიდ საკონფერენციო დარბაზში დღეს მოსამართლეთა კონფერენცია გაიხსნა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კულბაშვილის განცხადებით, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდება. კონფერენციას 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. დეტალებით პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე გვერდდება. თამთა, გისმენთ. მოსამართლეთა კონფერენცია სასტუმრო რედისონში უკვე 1 საათია მიმდინარეობს. დღის წესრიგის მიხედვით მოსამართლეები პირველ ეტაპზე აირჩევენ ხმისდამთვალ კომისიას. შემდეგ ისინი დაამტკიცებენ პროექტს კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კი დაიწყება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელება. მოსამართლეებს ასევე სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის ისტორიული და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის. დღევანდელი დღის მნიშვნელობა მე მგონი ყველას კარგად ესმით. მე ხშირად ვამბობდი და ეხლაც გავიმეორებ, რომ დღეს მოსამართლეებმა ყველას უნდა დაუმტკიცონ, რომ ისინი არიან დამოუკიდებლები, ყოველგვარი ჩარევის გარეშე თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და შექმნან ისეთი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სხვა ჩვენი ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც პირველ რიგში ასე ვთქვათ პირველ მნიშვნელოვნად დააყენებენ სასამართლოს ინტერესებს, სასამართლოს ობიექტურობის და დამოუკიდებლობის ინტერესებს. როგორც ცნობილია, დღეს მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს 7 მოსამართლე წევრს. გარდა ამისა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ასევე პალ რეგლამენტში ცვლილებებმა. საქმე ეხება 3 კანდიდატის ნომინირების წესს, რომლებსაც კანონი ადლევთ შესაძლებლობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას შეუთავსონ პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობები. დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე სასამართლო სისტემისათვის, ასევე მთელი ქვეყნისათვის. დღეს ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ასევე მოხდება სადისციპლინო კოლეგიის სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს არჩევნები და მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები გავაკეთებთ ისეთ არჩევანს, როგორიც დღეს ჭირდება ჩვენს ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს იქნება ღირსეული არჩევანი, რაც დაგვეხმარება ჩვენ მიღწეული დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. რეგლამენტის ის პროექტი, რომელიც დღეისათვის არის წარმოდგენილი, ძალიან არათანასწორუფლებიანობით არის წარმოდგენილი, იქიდან გამომდინარე, რომ კოლეგიის თავმჯდომარეებს და პალატის თავმჯდომარეებს ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ კანონმდებელმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 11-დან ესე კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეების უმრავლესობა, ესე 11 წევრი და არჩეული უნდა იქნეს არაუმეტეს 3 წევრისა. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეული უნდა იყოს ან 1, ან 2, ან 3, არაუმეტეს 3 წევრი, განსაზღვრა ასე კანონმდებელმა და განსაზღვრა ის, რომ აუცილებელი არჩეული იქნეს 2/3 უმრავლესობის. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაღალი ნდობა უნდა გამოუცხადოს სასამართლოთა კონფერენციამ. პროცესს აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ საშუალება გვქონდა რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდით. ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი დღე ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა და დღეს აქვს რეალურად მოსამართლეებს შანსი სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში საბოლოოდ გააფორმონ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ალბათ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, ვინაიდან მოსამართლეებს პირველად ეძლევათ ფარულად თავისინების შესაბამისად აირჩიონ ის ხალხი, ვინც მათ რეალურად სურთ საბჭოში და დისციპლინურ კოლეგიაში. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი რგოლი სასამართლო ხელისუფლების მმართველობის სფეროში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღევანდელ უმნიშვნელოვანეს დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის დააკვირდება. მე და ჩემი ერთი კოლეგა ვიმყოფები და კიდე ჩვენი სხვა პარტნიორები, ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება დღევანდელი დღის. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩვენ მქონდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა ნაწილიც გათვალისწინებული იქნა. ერთ-ერთი ის, რომ მისდათვლის პროცესში კამერებს გადაეღო ბიულეტენზე ვინ იყვნენ შემოხაზული. გარდა იუსტიციის საბჭოს 7 მოსამართლე წევრისა, რომელსაც დღეს მოსამართლეთა კონფერენცია დამტკიცებს, ჩვენ ასე ვიცით, რომ ფრაქციები მსჯელობენ იმ 6 წევრზე, რომელიც იმ 35 კანდიდატურიდან უნდა დამტკიცდეს, რომელიც სამეცნიერო წრეებმა პარლამენტს წარუდგინეს. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე საუბრობდა. მადლობა თამთა.